საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იზრდება. მარტის მონაცემებით შემწეობა 700,470 პირს ჩაერიცხა. სოციალურ შემწეობაზე კი ყოველთვიურად ბიუჯეტიდან დაახლოებით 23 მილიონი ლარის გაცემა ხდება. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 235,287 პირის ოჯახში ერთი პირი მაინც საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაშია ჩართული და ასეთ ოჯახებს 4 წლის განმავლობაში სტატუსი უნარჩუნდება. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მონაცემებით კი 2022-2024 წლებში საზოგადოებრივ სამუშაოზე ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 32,804 პირი, გარდა ამისა 39,707 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მიეცა საშუალება დასაქმებულიყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე. უშუალოდ 2024 წელს კი ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 9,393 სამუშაოს მაძიებელი სოციალურად დაუცველი პირი. რატომ იზრდება მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი და რამდენად სწორია ქვეყანაში არსებული სოციალური პოლიტიკა? ბიზნეს კვირეულში დაწყებულ თემაზე საუბარს სტუმართან ერთად ვაგრძელებთ. თეონა აფსნაძე შემოგვიერთდა სტუდიაში. თეონა, მოგესალმები. მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში ზოგადად შევაფასოთ ზრდის მაჩვენებები. ჩვენ მოვისმინეთ განმარტებაც ჯანდაცვის მინისტრისა. მან თქვა, რომ ზოგიერთი პირი ამ სიაში იმყოფება, მაგრამ გადასამოწმებელი, ასე თქვა და ეს სია არის. ოპტიმიზაცია სჭირდება, მოკლედ, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით რეკორდული ზრდა რასთან არის დაკავშირებული. როგორია თქვენი შეფასება? მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მოცემულობა გვაქვს ძალიან სამწუხარო. რეალურად აი პანდემიის შემდგომ პერიოდში უკვე იწყება ეს მუდმივი ზრდა სოცდაუცველების ქვეყანაში. მოცემულობა ნამდვილად საგანგაშოა, იმიტომ რომ ყოველი მესამე ადამიანი თითქმის სოცდაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას ითხოვს და თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას, ანუ ისინი სახელმწიფომ ჩათვალა, რომ არიან უკიდურეს სიღარიბეში ყოფი ოჯახები. რა ზრდის? ბუნებრივია ზრდის მიმართვიანობა. მოქალაქეები მუდმივად, მიუხედავად იმ ეკონომიკური ზრდისა, რა მაჩვენებლებიც ოფიციალურად გვაქვს, მუდმივად ზრდის ტენდენცია გვაქვს იმ ადამიანების, ვინც ითხოვდნენ სახელმწიფოსგან, რომ მიიღონ საარსებო შემწეობა. რეგიონების მიხედვითაც არის რეგიონები, სადაც მიმღებთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, მაგალითად რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში თითქმის ყოველი მეორე ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას, ანუ ესეც პრობლემაა რეგიონების მიხედვითაც არის რეგიონები, სადაც კიდევ უფრო მძიმე სურათი გვაქვს. რეალურად ერთი მოცემულობა რა ზრდის მოსახლეობის მიმართვიანობა, ანუ უფრო მეტია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ისინი არიან სიღატაკის ზღვარს მიღმა. ახლა რაც შეეხება თვითონ პროგრამას, ალბათ ორი მიმართულებით უნდა განვიხილოთ, რომ პირველ რიგში რამდენად არის ეს სოციალური, რამდენად უზრუნველყოფს ადამიანების სოციალურ დაცვას. და მეორე რეალურად რას ემსახურება ეს პროგრამა, ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები არიან მოწყვლადები, ღარიბები და ისინი საჭიროებენ სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას, ყოველ შემთხვევაში თავს მიიჩნევენ ასე, ამას არც ვაყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არის გარდა ამისა, ეს პროგრამა არის ხელისუფლებისთვის ბერკეტი საარჩევნო პერიოდში, მათ შორის პოლიტიკურად კრიზისულ პერიოდშიც, იმიტომ რომ ეს არის მოწყვლადი ჯგუფი, რომელიც არის ხოლმე როგორც წესი, დიდ შემთხვევაში ლოიალურად განწყობილი ხელისუფლებისადმი, იმიტომ რომ ისინი იღებენ რაღაც გარკვეულ მინიმალურ ბენეფიტებს, ანუ რაც უფრო დიდი ნაწილი იქნება დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტზე ჩამოკიდებული და საარსებო შემწეობაზე, მით მეტია ხო ადამიანებში ეს რომ არ დაკარგონ ეს საარსებო შემწეობა. კვლევებით, არაერთი კვლევით დადასტურდა ის, რომ ადამიანებს ჰქონდათ განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში განცდა, რომ თუ არჩევნებზე არ გამოცხადდებოდნენ, თუ სასრულო პარტიას არ შემოხაზაოდნენ, თუ გააფერადებდნენ, მათ მოუხსნიდნენ დახმარებას. ამიტომ ეს შეიძლება იყოს ერთგვარი ბერკეტი, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს დაკვირვებით, მოსყიდვის ასევე დაშინების პოლიტიკური ინსტრუმენტი. იდეაში საარსებო შემწეობა, რომელსაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე სიღარიბეში ყოფი ადამიანები იღებენ, ეს არ არის კონკრეტული ხელისუფლების, ასე ვთქვათ, თანხები, ეს არის სახელმწიფოს თანხები, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, რომელთაც ეხმარება სახელმწიფო
გაჭირებაში ყოფ ადამიანებს. სოციალური პოლიტიკა, რაზე უნდა იყოს? საფუძვლებს ვერ მოვყვებით, მაგრამ სწორი სოციალური პოლიტიკა ამ შემთხვევაში ვინ უნდა მიიღოს საარსებო შემწეობა რეალურად, ვისაც სჭირდება, ასე ვთქვათ, და შესაძლებელია თუ არა ამ ფონზე, ვთქვათ, სწორი დაგეგმვის პირობებში ზრდაც მათ შორის საარსებო შემწეობებს, ისე რომ ბიუჯეტზე არ იყოს ნეგატიური გავლენა. განვიხილოთ კონკრეტულად ის, რაც გვაქვს, რას მოიცავს სამი კომპონენტი არის რეალურად, ხო, ერთი არის საარსებო შემწეობა, რაც იყო და წლების განმავლობაში არ იცვლება ეს, მეორე კომპონენტი აქვს ბავშვთა დახმარების პროგრამა და მესამე კომპონენტი არის ეს დასაქმების პროგრამა, რომელიც შედარებით ახალია და შევეცადოთ, რომ გავცეთ პასუხი, რამდენად პასუხობს ეს სოციალური დაცვის მექანიზმი. ჩემი შეფასებით მე სუბიექტურადაც მგონია, რომ პროგრამა საჭიროებს ძირეულ რეფორმას და აბსოლუტურად სხვა პროგრამები არის შესამუშავებელი ქვეყანაში, როგორ შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი მოქალაქეები და მართლა დაცულები სოციალურად. პირველი ნაწილი, რაც შეეხება საარსებო შემწეობას, რომელიც რაღაცა 60 ლარამდე დახმარებას გულისხმობს ერთ დასრულ პირზე, შეუძლებელია, რომ ადამიანის კეთილდღეობა გაუმჯობესოს ამ თანხა და წლების განმავლობაში ეს თანხა არ იცვლება და ესე რჩება, როგორც არის და შესაბამისად ვერ უპასუხებს ფიზიკურად ეს რაღაცა თანხა. მეორე მომენტი არის, რომ თვითონაც რაღაც მომენტში გააცნობიერეს, რომ არ შეიძლება ზრდასრულ შრომისუნარიან ადამიანს რაღაც სახელმწიფო ბიუჯეტზე იყოს დამოკიდებული და ვუხდიდეთ ყოველთვიურად საარსებო შემწეობას. რომ მგონი ეს მოდელი მარტო საქართველოშია და რაღაცა იდენტური მოდელი ყოველ შემთხვევაში არ არის სხვაგან და ამიტომაც შემეიღოს ეს დასაქმების პროგრამა, მაგრამ აქ ცალკე სხვა პრობლემები მოყვა ამ დასაქმების პროგრამას, იმიტომ რომ ეს თავიდან ბოლომდე არის არა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, არამედ სოციალური პროგრამა, რომელიც ხელოვნურად შექმნილ სამუშაო ადგილებზე, საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე ასაქმებს ფორმალურად ამ ადამიანებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან უხდის დამატებით 300 ლარს და ჩვეულებრივ სოციალური პროგრამა არის. ანუ მაგალითად არ გულისხმობს იმისთვის, რომ მომავალში ის დასაქმდეს, ამისთვის რაღაც უნარჩვევების განვითარებას, თან ეს რომ სამუშაო ადგილებზე როცა ვლაპარაკობთ, ხო ეს ბუნებრივად უნდა შეიქმნას, რომელიც არის ეკონომიკის თამდევი პროცესი და თუ ქვეყანაში გვაქვს საკმარისი სამუშაო ადგილი და სათანადო ანაზღაურება და ადამიანებსაც შესაბამისი უნარჩვევები გააჩნიათ, მაშინ ამ ნაწილში სახელმწიფოს ჩართულობა და ხელოვნურად სამუშაო ადგილის შექმნა არც იქნებოდა საჭირო. შეიძლება გავაჩინოთ მოტივაცია ამ შემთხვევაში, რომ ადამიანებმა ისწავლონ კონკრეტული მიმართულებით, ეს იქნება პროფესიული მიმართულება და შემდეგ სახელმწიფო რა ნაწილში შეიძლება შევიდეს. ეს პროგრამა იქნება, ხო, რაღაცა პროფესიული გადამზადების პროგრამები და ეს არ არის კავშირში არანაირად ამ სოციალურ დაუცველთა პროგრამასთან, არც უნდა იყოს არანაირად კავშირში, ანუ საარსებო შემწეობას დასრულ შრომისუნარიან ადამიანს არ უნდა უხდიდეთ, თუ ადამიანი არის შრომისუნარო, თუ რაღაცა უნარები აქვს შეზღუდული, ამისთვის სხვა პროგრამები უნდა არსებობდეს, სხვა დაცვის მექანიზმები უნდა არსებობდეს, მაგრამ შრომისუნარიანი ადამიანებისთან ეს როგორი პროგრამა არის რა, ერთი მხრივ სტატისტიკურად ისე ჩანს, რომ თითქოს დასაქმებულთა რაოდენობას ზრდის, ხო, ეს პროგრამა და სინამდვილეში ეს არ არის რეალური სამუშაო ადგილები, თან არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული და თან ადამიანი ვერანაირ უნარჩვევებს აქ ვერ ინვითარებს იმისთვის, რომ 4 წლის შემდეგ შრომის ბაზარზე გავიდეს, თქვა და იყოს სამუშაო ადგილი. ეხლა რაც შეეხება კიდე ეს მესამე კომპონენტი, რაც არის ბავშვთა პროგრამა, აქ შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს ასე, რომ თითქოს კარგია, რომ უფრო მეტად გახდა პროგრამა ბავშვებზე ორიენტირებული და უფრო მეტად მოერგო ბავშვებს, იმიტომ რომ ჯერ საერთოდ არ იყო ბავშვთა დახმარება, მე გაჩნდა ეს კომპონენტი, გაფართოვდა ბავშვთა დახმარების მიღებთა წრე, გაიზარდა ეს თანხა და ერთ ბავშვზე, ანუ 16 წლამდე პირზე, რომელიც სოციალურ ოჯახში იზრდება, არის თვეში 200 ლარი. მაგრამ აქ არის როგორი მომენტი, იცი, აი თითქოს ისე ჩანს სახელმწიფოს ზრუნვის ნაწილი, რომ აი ნახე მე ბავშვებთან უფრო ისეთი მიდგომა მაქვს, უფრო დავა პრიორიტეტე ბავშვები, მაგრამ სინამდვილეში რამდენ სწორად ხდება ეს ყველაფერი, ანუ ის ბავშვები, რომლებიც რეალურ შეღატაკეში ცხოვრობენ, რამდენ აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს და მათ შორის მატერიალურ საჭიროებებს, ხო, თუნდაც მხოლოდ მატერიალური რო ავიღოთ, მატერიალურ საჭიროებებს ეს 200 ლარი. ან შეიძლება ესეთ კითხვად დავსვათ, რომ მიდის კი ეს ფული, ეს ხო ზრდასრულ ოჯახის წევრებს ერიცხება და მიდის რეალურად ამ ბავშვებთან მათი საჭიროებები, მათი მატერიალური საჭიროებები თუ არის დაკმაყოფილებული. ამის კონტროლი როგორ უნდა მოხდეს? არც ხდება.
არც ხდება, ეს არის უბრალოდ რაღაცა გარკვეული რეკომენდაციების, მათ შორის UNICEF-ის რეკომენდაცია იყო თუ არ ვცდები, გარკვეული რეკომენდაციების შესრულება, რომ აი ბავშვები უფრო დაპრიორიტეტებული არის და ამ ფორმით, ესე ძალიან მოკლედ რო შევაჯამოთ, ამ ფორმით, რაც დღეს გვაქვს ეს სოციალურ დაცვის პროგრამავით, რომელიც რეალურად სოციალურ დაცვის მექანიზმი უნდა იყოს, რეალურად არის უფრო ბერკეტი საარჩევნო თვალსაზრისით, ვიდრე რეალურად ამ ადამიანების თუნდაც ამ სიღატაკიდან ამოყვანას შეიძლება. ანუ ეს უნდა მეკითხო, რა ამ პროგრამის მიზანი იდეაში თუნდაც ბავშვების ნაწილში, თუნდაც დასაქმების ნაწილში. საბოლოო მიზანი არის ის, რომ ადამიანები სიღარიბიდან გამოვიდნენ. ანუ მთავარი მიზანი ეს უნდა იყოს. აი აქ რა კონტროლის მექანიზმები შეიძლება კონდეს სახელმწიფოს, მათ შორის, როდესაც საუბრობთ პულის ხარჯვაზე. გასაგებია, რომ ადამიანებს ჭირდება დახმარება, მაგრამ პერსპექტივაში ეს დახმარება სადამდე მიიყვანს ადამიანებს სიღარიბის დაძლევის კუთხით, რამდენად მნიშვნელოვანი უნდა იყოს ზოგადად ასეთ ტიპის პროგრამებისთვის. ძალიან კარგი კითხვაა, მადლობა. ანუ შეუძლებელია ხო, რომ ადამიანი რაღაცა 10 წლის ან 15 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობაზე იყოს დამოკიდებული და ამით არსებობდეს. ანუ რეალურად სიღარიბის შემცირების ორი გზა არის და ერთი გზა არის, რომ მართლა ეკონომიკური განვითარება და დასაქმება, სათანადო ანაზღაურება სიღარიბეს ამცირებს რა შემოსავლების ზრდა. ამ შემოსავლების გვაქვს რამდენიმე ტიპის შემოსავალი, ხო? ერთი არის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და ეს არის ყველაზე რეალური, ყველაზე მყარი სიღარიბის დაძლევის გზა. საიტიკაც მიდის ქვეყანას, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი და მოკლევადიან პერსპექტივაში არ ხდება ხოლმე ეს სიღარიბის შემცირება ამ გზით, მაგრამ თავარი უნდა იყოს, რომ მაგრამ სახელმწიფოს ამ ხრივ უნდა ქონდეს ორიენტირი, რომ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით დაძლიოს. მეორე არის ემიგრაციიდან მიღებული შემოსავლებით სიღარიბის დაძლევა და მესამე არის სოციალური გასაცემელი, რომ სოციალური გასაცემობით რეალურ სტატისტიკურ სიღარიბეს ამცირებ, ანუ აბსოლუტური სიღარიბის დონეს თუ იმას მის ბავშვზე 200 ლარს, 60 ლარს საარსებო შემწეობას, 300 ლარს ფორმალურ დასაქმებაზე, ამით სტატისტიკურ სიღარიბეში, იქ აბსოლუტურ სიღარიბის მაჩვენებლებში გამოგიჩნდება, რომ ამ ადამიანს რაღაც საარსებო მინიმუმი გაუჩნდეთ, თითქოს მაგრამ სიგიჟეა რომ ვთქვათ, რომ ეს ადამიანები არ არიან ღარიბები, ანუ ისინი ისევ ღარიბები არიან, უბრალოდ რაღაცა ოდნავ ვიღაცა აძლევს ამ სახელმწიფო აძლევს ამ შემთხვევაში ამ მინიმალურ ბენეფიტს, რითაც შეუძლია ასებობა, მაგრამ ხვალინდ რომელიც საარსებო მინიმუმის დაბალია. როგორც კი ესენი ამ დაკარგავენ ამ შემოსავალს, ისინი შეიძლება სრული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ კიდევ დროსთან ერთად უფრო მეტად დამოკიდებულები ხდებიან ისინი ამ შემოსავლებზე და მაგიტომ ვამბობ, რომ რეფორმა არის თავიდან გასატარებელი, ანუ მე თუ მკითხავთ, შეიძლება ეს პროგრამა საერთოდ გასაუქმებელი იყოს და ცალკეულ თუ მაგალითად პენსიონერი, რომელიც არის სოცდაუცველი, რო განვიხილოთ, ანუ იმას უნდა შეძლოს, ანუ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისე, რომ მან შეძლოს თავისი პენსიით მინიმალური საჭიროებების, საკვების თუ მედიკამენტების დაკმაყოფილება და შესთავაზოს სხვადასხვა ჯანდაცვის სერვისები თუ სხვადასხვა სერვისები. ანუ ესე იგი თუ პენსიონერს ვაძლევთ დამატებით საარსებო შემწეობას, არ არის ეს პენსია საკმარისი, ხო და ამიტომ რაღაცა ცალკეულ თუ ბავშვებს სჭირდებათ, განსაკუთრებით ბავშვები მოწყვლადი ჯგუფი არის და თუ როცა ისინი არიან ღარიბ ოჯახებში, შეიძლება გამართლებული იყოს ამ შემთხვევაში ფულადი ბენეფიტების გაცემა, თუმცა მხოლოდ ფულადი ბენეფიტების გაცემა არ არის საკმარისი და მათზე ზრუნვა უფრო სხვა მასშტაბებზე უნდა. თუნდაც იყოს თავდაპირველი პროგრამები, რომელიც მათი განვითარებისთვის, საჭიროებებისთვის იქნება მიმართული ხადია და გარკვეული რესურსები ამ მიმართულებით უნდა დაიხარჯოს, უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ეს იქნება პერსპექტივაში სიღარიბის შემცირებისკენ უფრო წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებები მინდა გისურვოთ. თეო ნაფსნაძე იყო ჩვენთან ერთად.